მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში სხვა პლანეტაზე გახდათ წასული. ახლა საახალწლოდ დაბრუნდა და ქვეყანაში დახვდა ესეთი მდგომარეობა, რომ ფასები არის აწეული. პირველი რეაქცია იყო მათი გავკვირვება, რომ თურმე რა ხდება ქვეყანაში, მათი აქ არ ყოფნის დროს და მერე იყო უკვე გაბრაზება, რომ ეს როგორ გაბედა და ვინ გაბედა. მომიტევეთ ესეთი არასერიოზული დაწყება ამ გადაცემის, მაგრამ როგორ გინდა კაცმა სერიოზულად შეხედო ამათ ესეთი იაფასიონ თაღლითობას, რომ თურმე ახლა გაგაიგეს რა ხდება ქვეყანაში, რომ თითქოს ეს მსხვილი კომპანიები, სამარკეტო ქსელები, მათი კუთვნილება არ არის, თითქოს თუ მათი კუთვნილება არ არის, მათი უმსხვილესი დამფინანსებლები არ არიან ეს კომპანიები და მათთან გარიგებებში არ არიან და ახლა გაიგეს, რომ თურმე მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელი ფასები ყოფილა ქვეყანაში და ეს როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, ახლა ცდილობენ რომ გამოიძიონ. მათი ყვეხნა რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზე დგას, რომ გავასწარით თურმე ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების მაჩვენებლებს და ასე შემდეგ, ეს სერიოზული ადამიანებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ძალიან საქმეში ღრმად ჩახედო არც არის საჭირო, შეუღიარაღებელი თვალითაც ჩანს ქვეყანაში რა მდგომარეობა, რა ხდება, რომ მოსახლეობისგან იცლება და გადის აქედან მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საარსებო რაღაც საშუალება გამონახოს, ოჯახი არჩინოს, ოჯახები იხლიჩება, ნაწილი იქ არის დაუშვათ. ქმარია წასული, რომ აქ ოჯახი შეინახოს და ცოლი ბავშვებთან არის ან პირიქით და აი ეს მდგომარეობა ქვეყანაში რეალურად და რას შევხვდით, რა ხდებოდა ამ გასული წლის განმავლობაში საქართველოში მის ირგვლივ და რა შეიძლება ველოდოთ მომავალი წლისთვის. აი ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ დღეს და როგორც ყოველთვის პირველად კახა შეგთხოვ. კი ბატონო. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ეს წელიწადიც გაილია. მოდის შობა ახალი წელი გვიახლოვდება. ყველა ცდილობს რომ ერთგვარი შემაჯამებელი გადაცემები მიუძღვნა, უამრავი ანალიტიკური გადაცემა არის. გადატვირთულია მთელი საინფორმაციო სივრცე. ყველა ცდილობს რომ გარკვეული შეჯამება დადოს. ახლა ჩვენ ეს გადაცემას არ აქვს მაინც ეს გეზი აღებული რომ გინდა თუ არა სრული შეფასება მიეცეს, მით უმეტეს დაწვრილებითი, იმიტომ რომ ამას რა თქმა უნდა ერთი გადაცემა არ ეყოფა და ნაშრომი უნდა დაიდოს მაშინ მთელი მსოფლიოს ჭრილი თუ განიხილავ საით მივდივართ და რა არის მოსალოდნელი ადამიანური ლოგიკით რომ ვიმჟელოთ ახლა წინასწარმეტყველები ჩვენ არა ვართ, თუმცა გამოჩნდნენ ახალი წინასწარმეტყველები, გვაცნობეს რომ ახლა ძალიან მალე ვინმე ცოტნე იქნება მეფე და ის გააბწყინებს საქართველოს. ხო, ხუმრობა იქით იყოს და მაინც მცირედი შეჯამება მოგვიწევს ამ წელიწადს რა იყო, როგორ იყო. ძალიან მოკლედ გვეცდები, რომ შორს არ წაგვივიდეს სიტყვა და სათქმელი. საქართველო იზოლირებული არა, რაც ხდება მსოფლიოში აისახება საქართველოზე და რაც არ უნდა საკვირველი იყოს სინამდვილეში, რაც აქ ხდება, სულიერი თვალსაზრისით ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც კი განაპირობებს. ხო, ამას ცოტა სხვა რწმენა სჭირდება, უпроსტოდ ამას რწმენა ჭირდება, სხვა ტიპის ანალიზი ჭირდება, მეტნაკლებად თუ მოხერხებადი არის. ახლა ამისთვის ჩვენ ვერ მოვიცლით. თუმცა 28 წელი, 29 წელი ბატონი აკაკი ცდილობდა რომ ეს გადმოეცადა, ეს ახსნილი და განმარტებული ყოფილიყო უამრავი მასალა ამ მხრივ მოწოდებული.
ჯერჯერობით ამ რწმენაში მოვიკვეჭლებთ და შევყურებდით რა ხდებოდა და მაშინ დავსვით საკითხი, რომ რადგან ერმა ის ვერ გადაწყვიტა, რაც უნდა გადაგვეწყვიტა გამოყოფილი დროში და უკვე საკაცობრიო მასშტაბით გადავიდა, ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა იქნებ ერთ რეჟიმში ჩამდგარიყო რაღაცნაირად და ეს მოგხმარებოდა, რაც ვერ გადავწყვიტეთ იმ საკითხის გადაწყვეტაში, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის იქნებოდა ხილვადად დასანახი, რომ ის რაც აქ ითქვა, მსგავსი რა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ დაიწყებდა უკვე განვითარებას, ეს მოგცემდა გარკვეულ სტიმულს, რომ ესე იგი ეს გაკეთებადია და იქნებ გადაგვედგა ეს ბოლო გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ქვია ფორმაციის შეცვლისკენ წასვლა, რასაც ქვია ესე იგი ახალი დროის შესაბამისი, ახალი ცხოვრებისა და ახალი განვითარების მიმართულებაზე გადასვლა. რაც რა პრინციპებიც საქართველოშია გაცხადებული, იქნება რამენაირად შემოუტრიალებული ყავით აქეთ. მაგრამ რა მოგცა ამ მიმდინარე მოვლენება და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ. პირველ ეტაპზე უფრო მეტი ყურადღება გადატანილი ჰქონდა გარეთ მიმდინარე ამბებზე. ომი მახლობელ აღმოსავლეთში, პალესტინა-ისრაელის ომი, არა მარტო ირან-ისრაელის ომი, რუსეთ-უკრაინის უკვე 4 წელია გრძელდება, დაძაბულობის სხვა კერები კიდევ რაც დედამიწაზე არსებობს და ძალიან სერიოზული ესკალაცია შეიძლება მოყვეს ლათინურ ამერიკაში, ვენესუელას მიმართულებით, მოკლედ უფრო მეტაანალიზს, მეტ ყურადღებას უთმობდით გარეთ მიმდინარე ამბების გაშუქებას, მაგრამ იმდენად გართულ და ჩვენ შიგნით მდგომარეობა საქართველოში, რომ ფაქტიურად გრამის არის აზრი დაკარგა უკვე გარეთ რა ხდება, იმიტომ რომ თუ შენი ქვეყანა და შენი ერი აღარ იქნება, ქართველს ღმერთმა მისცა საქართველო. ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი ერის ფუნქცია, პიცა, წყალი და ამისი პატრონობა გვავალია, თუ კარგად გავიცნობიერებთ. ეს მამული გვაქვს მოსავლელი და როცა ამ მამულს შენ გაყიდი და დაკარგავ, შენთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება. ესე იგი, შენ უკვე იმდენად დაეცი, რომ გამოირიცხე მოვლენებიდან. შენ დაამთავრე უკვე. იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ჟამის პროცესია, დიახ მეორედ მოსვლა, იგაურიანით ნათქვამი ქართულად აიხსნა და განიმარტა და გადმოიცა საზლო კაცის პირით და აი ამ დროს ხდება ყოფნა არ ყოფნის საკითხები ქართველი ერის და როდესაც იმ ამოცანებს არ წვეთ, რაც შენ გავალია, უკვე შენი გამორიცხვა ხდება. პირველი გახდეს უკანასკნელი და უკანასკნელი პირველი. ეს არ არის აი სტატიკური მოცემული, რომ აი ბეჭედი დაერტყა და არის. ეს არის დინამიური პროცესი, ნებისმიერ წუთს თუ კი სიფხიზლე არ გექნება, პირველობიდან გულისხმობ ქრისტიანული თვალსაზრისით ამ შემთხვევაში პირველობას, რომელიც სხვების მსახური უნდა იყოს მაშინ, სხვებს უნდა პანდეს ფეხებს. პირველობიდან თუ კი მიიძინებ, უცებ შეიძლება გახდე უკანასკნელი. ფაქტიურად ის ცნობები, რაზეც გვიწევს საუბარი, ხო მაინც მთლიანობის ყურს ეს არ ხვდება, არ წვდება. და ისევ აუბრალოებთ ამ უშველებელი მასშტაბის უძვირფასეს ცნობას, პროგრამას, რაც მიღებული გვაქვს. გარეთ ვეძებთ ისევ, ჯერჯერობით ისევ ეს ტენდენცია იგრძნობა ქართულ წინობრულ წრეებში, ქართულ პოლიტ-ელიტაში და როცა შიგნით ვერ ვხედავთ, არა და ამით მართლა პირველის როლი უნდა გვეთამაშა. ესე იგი, პირველ მკვალავის, პირველ დამამკვიდრებლის, პირველ შემომღების ეს დრო გქონდა ერთს გამოყოფილი. და რაც დრო გადის, ნელ-ნელა დავიწყეთ ამ დროის დაკარგვა. და მოვლენა გადავიდა უკვე კაცობრიობაზე, ცნობიერ დონეზე.
და კაცობრიობაში ხდება ძალიან დიდი ცვლილებები. და რადგან ეს დრო ჩვენ ხელიდან გავუშვით, თითქმის გავუშვით. მე ვერ დავდებ თავს და ვერ გამოვუტან ვერდიქტს, ბოლომდე გავუშვით, დავკარგეთ, რაიმე შემოგვჭა კიდე არის შესაძლებელი თუ არა, ამაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. უბრალოდ ადამიანური ლოგიკით ხელმძღვანელობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველ წყარო პირი, რომელიც ყველაზე კომპეტენტური იყო ამ საკითხებში, ის ადამიანი ისე გავაცილეთ ამ ქვეყნიდან დღესაც მაგის ხსენებაც კი არ გვინდა, რომ ეს ადამიანი არსებობდა თუ არ არსებობდა. ხსენებაც კი არ გვინდა. ამიტომ რადგან ცოცხლები ვართ, მაშინ ცოცხალი ადამიანი მაინც უნდა ცდილობდეს სიცოცხლის გადასარჩენად ივაწოს და ხელი არ ჩაიქნიოს. მაგრამ და რადგან ეს ჩვენ თითქმის გავუშვით ეს დრო, ვფიქრობ, რადგან ვართ და არის ქვეყანა და მშვიდობა, ესე იგი ესეც ნიშნად უნდა მივიღოთ გარკვეულწილად, რომ რაღაცით გვიხანგრძლივდება რა. აი იმ პირველიდან ჩვენ გავხდით უკანასკნელი. სულიერად უკვე მოცემულობა იყო, რომ ჩვენ ჯერ ცოდნა მოგვეცა, ცნობიერება მოგვეცა, თავისთავად ეს ცოდნა და ცნობიერება, ჩავთვალოთ, რომ ეს ერთი მთლიანობაა, მთლიანობის ორი ნაწილია და ერთმანეთისგან ვერ გავაწალკებთ და ვერ გამოვყოფთ. ესე იგი ახალი სიტყვა გადმოვიდა ქართველ ერზე, ეს იყო უდიდესი პატივი და დიდება. თუ კი დავიწყებდით ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, სრულიად სხვა სიმაღლეზე ვიქნებოდით ახლა. მაგრამ რადგან ვერ მოხდა ეს, ხო? საქართველო დღეს არის უკანასკნელ მდგომარეობაში. ევროპაში ეროვნული სული იწყებს გამოგვიძებას. მეტნაკლებად. სოდომია იქ აშენებული. მაგრამ ამ სოდომში ეროვნული სული მაინც იწყებს ბორგვას და გამოგვიძებას. ამერიკაში მოვიდა ადმინისტრაცია, რომელმაც დიამეტრალურად შეცვალა, რასაც მთელი ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურებოდა ეს მთავარი დემოკრატიის ცენტრი. თვითმხილებაზე გადავიდა და ჩემი USAID-ით და იმით ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობის მეტი არ აგვიკეთებიაო. დემოკრატიისთვის კი არა. ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობისთვის იყოვო. ტრადიციული ღირებულებებია საჭირო და მოკლედ ეს მიგრანტთა წარღვნა და ტალღა უნდა გავაჩერო. რუსეთში იცვლება მდგომარეობა. მსოფლიოში განმათავისუფლებელი მოძრაობა. დოლარის ზონიდან გასვლისთვის იღწვიან და ერთმანეთში ქვეყნებმა მოძებნეს საკუთარი ფულადი ერთეულებით ერთმანეთთან ვაჭრობის და ენერგო რესურსების გაცვლა გამოცვლის წიაღისეულ დოლარის გვერდის დავლახდება. დოლარის გვერდი. ესე იგი საერთოდ იცვლება მთელ მსოფლიოში სურათი. ესე იგი მოვლენა გადავიდა კაცობრიობის მასშტაბით და ამ ცვლილებებს ჩვენივე თვალით ვხედავთ. ჩვენ ჩამორჩით, ჩვენ ფუნქციას უღალატეთ და საქართველოში დღეს აყვავდა ის პროცესი, რომელმაც ევროპის ერები განადგურების პირას მიიყვანა. თუმცა იქ რესურსი ჯერ ძალიან დიდი აქვს. ახლა ინგლისური ვავოთ 60 მილიონზე მეტია. 4 მილიონზე მეტი შესული და საგანგებოდ შეყვანილი სხვა რწმენის, სხვა მოდმის შეკრული მასა და 60 მილიონი სასწორზე რო დადო, კრიტიკულ შემთხვევაში რესურსი მაინც ძალიან დიდია. იქ ჩვენ ეგ რესურსი არ აქვს. საქართველოში გამოგვიცხადეს, რომ ულტრა დიდრებისთვის უნდა აშენდეს ქალაქები, ახლა ხელმეორედ რო აღარ მიუტრიალდე ამ თემას, ეს თემა ყველა მიცის და ეს უნდა გვიხარობდეს. და თუ ეს არ გვიხარია, ჩვენ თურმე ეკონომიკურ საბოტაჟს უწევთ ქვეყანას და სახელმწიფო ჩვენ ისე უნდა მოგვექცეს, როგორც სახელმწიფოს დამანგრევლებს. ესე იგი, საქართველოში ქართველს, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა, სახელმწიფომ ეს ქართველი უნდა დაიჭიროს. ხალხის მტრები. ხალხის მტრები ვარ თურმე, აქეთკენ მიდის საქმე. ესე იგი, ჩვენ მივედით კაპიტალისტურ
დიქტატურამდე. ნუ ხლა დიქტატურას ერთი სახე აქვს, გინ საბჭოთა ავიღოთ, გინ ერთი ბუნება აქვს, მაგრამ სახელმწიფო ცდილობენ რომ შეედარა რომ საბჭოთა დიქტატურას. საბჭოთა დიქტატურა, მაგრამ იქ ვალდებულება საზოგადოებისადმი სულ სხვა იყო საბჭოეთში. ის იყო მუშათა და გლეხთა ქვეყანა, შრომელთა ქვეყანა. აი ეს კიდევ არის ულტრამდიდრების კაპიტალისტების ქვეყანა, სადაც მყარდება დიქტატურა. სადაც უკვე ვაღიარებთ რომ არის მეფე, ახლა უკვე მეფის გამგზელებლის გამოჩენაზე უკვე წინასწარმეტყველებიც გაჩნდნენ, ესე იგი ჩვენ წუმპის წუმპეში ვარ ჩასული, უკან და უკან. აფრიკის ქვეყნები თავიანთი ეროვნული სიმდიდრის უკან დაბრუნებისათვის იღწვიან. ჩვენ აბსოლუტურ გასხვისებაზე ვართ გადასული და დავიწყეთ ბინადრ შენებლობა, ულტრამდიდრებს რო აუშენოთ და მაგით გვინდა დროებით რაღაც ფული შემოვიდეს და ამით ერთმანეთს თვალი მოვთხაროთ ჩვენ. აი რა უკანასკნელ დონეზე ვარ ჩავარდნილი. აი ეს წლის შედარება, წლის ამბავი შეიძლება ესე შეჯამდეს, რომ მსოფლიოში იწყება გამოგვიძება დოლარის ალტერნატივის ჩამოყალიბება, რა არის მრავალპოლუსიანობა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს ერებს თავიანთი სუვერენიტეტის განხორციელების, ეს ფარდობითია. მეტნაკლებად განხორციელების პირობები ექნებათ. აქამდე თუ იყო ერთპიროვნული დასავლური ბატონობა და მმართველობა, სადაც ყველაფერს ერთი ცენტრი განაგებდა კოსმოპოლიტური წესით, ანუ დემოკრატიისათვის იღვწოდა და ყველას ერთად უნდა გვეცებ, ერთნაირად უნდა ასე შემდეგ აღარ მოვყვები, ეს დაიშალა უკვე და მრავალი პოლუსი ჩამოყალიბდება. ძალიან მძლავრი სივრცეები და ეს აჩენს ფანჯარას მცირე ერებისთვისაც, რომ გარკვეული ალტერნატივები გამოჩნდეს, სხვა მსოფლიო წესრიგისკენ მიდის საქმე. ახლა ამაზე რომ ვიმშელოთ, ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამასაც, მაგრამ უკვე ეს ექსპერტთა წრეში გამოჩნდეს. ეგი რა დასტურდება ამით? რომ საქართველოში გაცხადებული უფლის სიტყვა, იგი ჭეშმარიტია. ადამიანიერი კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია და ნერსა პრობლემაო მასონური წესით და თუ გადარჩენა, ესე იგი ერების არსებობისათვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობა. მასონურ კოსმოპოლიტური, რითაც ევროპა ცხოვრობს, იქ ერიკვდება. პიროვნება თავისი რწმენით იმით ნადგურდება და ჰიბრიდი გამოდის. ხომ? და ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა მივიღეთ მთელ მსოფლიოში. კაცობრიობის მასშტაბითაა გადასული მოვლენა უკვე. და მართლა დასტურდება, რომ მრავალპოლუსიანობა, რასაც გვეუბნებიან, ეს ერების არსებობისათვის საჭირო პირობებისკენ ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს. თუმცა სრულყოფილება საგირია ის, რომ ფორმაცია შესაძლებელი კაპიტალისტურად არ გამოვა, ფულის სისტემით არ გამოვა, ფულს არც სუნი აქვს, არც ერი აქვს, არც რწმენა აქვს. ამაშია საქმე. და ფულის სისტემით არ გამოვა. ძალიან ბევრი ქვეყანა და კონკრეტულად თვითონ რუსეთი, არა მარტო რუსეთი, რადგან ომშია ჩაბმული, ყველაზე კაპიტალისტური, ყველაზე ველურ კაპიტალისტური ქვეყანა იძულებული ხდება იფიქროს ეროვნულ ღირებულებებზე. იძულებული ხდება, რომ თავის ერის წიაღში მოიძიოს ის, რაც ყველა ერში დევს სხვათა შორის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღვთაებრივი წარმონაქმნების დადებითი ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარ თავში და ფულის სისტემა კი არა, ულტრამდიდრების ბატონობა კი არა, არამედ სახელმწიფო საკუთრება სტრატეგიულ დარგებზე, რაც ჭირდება ქვეყნის არსებობას, ეროვნული ეკონომიკის შექმნა, სხვებზე დამოკიდებულება არ აქვს თლათ ესე არ გამოვა, იმიტომ რომ ეკონომიკური სუვერენიტეტია საჭირო და ეს არის ძალიან გლობალური ცვალებაძე, გლობალური ნაბიჯები მწიფდება, რომ გადაიდგას მთელი მსოფლიოს მიმართულებით. ყველაზე ჩამორჩენილი ამ შემთხვევაშია საქართველო. პირველები ვიყავით, შეგვეძლო რომ გამختارიყავით პირველები და უარს თუ ამობთ, გავხდით უკანასკნელები. და დღეს იმაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ საერთოდ რო არ გამოვირიცხოთ, რა არის საჭირო. მაგრამ დადებითი მომენტი შეინიშნება, რომ ძალიან ბევრი დადებითი შემოხმაურებებია საზღვარგარეთ გასული ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ქართველების.
მოდად ქცეული, ზუსტად მაგაზე ქონდა საუბარი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მოდად ჩამოყალიბდა. ჯერ ერთი რომ ამის ეკონომიკური პირობა შეიქმნა, რომ აქ არა ეკონომიკა და უნდა გახვიდე თავი გადაირჩინა. ეს ერთი. მეორე პროპაგანდა, აგიტაციით მოდად ჩამოყალიბდა, რომ უეჭოლად შენ ევროპას და ამერიკას უნდა ეზიარო. იქ უნდა წახვიდე. იქ არის ხსნა, სიკეთე, განათლება, დედამიწაზე 64 იქ არის. და ამ მოდას აყოლილები, ეკონომიკური სიდუხჭირეც თან დაურთეს, გაკეთდა ისე, რომ მაქსიმალურად განქართველებულიყო და მაქსიმალურად დაცლილიყო იმ ზემდიდარი მსოფლიო ელიტისთვის, განთავისუფლებულიყო დედამიწაზე პატარა 64-ის ტერიტორიასაც საქართველო ქვია. ახლა ვაკვირდებით იმ ამბავს, რომ თვითშეგნება იღვიძებს ქართველობაში. ხვდებიან, რომ ჯერ ერთი სამშობლოდან მოწყვიტეს და თუ ესე წავიდა უკან დაბრუნების საშუალებებსაც მოუსწრებენ, ეგ ერთი. მეორე დაინახეს, რომ იქ არ ყოფილა 64. იქ არის ხალხი, თავისი პლუსით, თავისი მინუსით, თავისი პრობლემებით, მაგრამ იქ არაა ქართველი სამშობლო. და თავის სამშობლოზე ძვირფასი ვერსად ვერ ინახება და არც იქნება, იმიტომ რომ ღმერთმა ეს მოგცა. მოსავლელად საპატრონოდ. ამიტომ ძალიან ბევრი იმ აზრზე დგება, რომ უკან უნდა მოbrunდეს და თუ უკან არ მოbrunდებით, ჩვენ სამშობლოს დავკარგავთ. იმ პოლიტიკით მიდის ამ ქვეყანაში მდგომარეობა. აი მომავალში რა შეიძლება მოხდეს? თუ დაიწყება ზოგად ქართული გამოღვიძება, მაშინ როგორ ვთქვათ, ამ თამაშსაც ვერ დავარქვი, პროცესში, სოფლიო პროცესში დარჩენის საშუალება ნამდვილად მოგვეცემა. ესე იგი, თუ რაღაც საშინელება არ მოხდა, აქ ლაპარაკია ბირთვულ საფრთხეზე, ეს საფრთხე არ არის მოხსნილი. ახლა თუ საერთაშორისო ამბებზე დავიწყებთ საუბარს, არ მინდა რომ ძალიან დრო გავჭიმო და გავაფართო, მაგის საფრთხე სამწუხაროდ მუდმივად არსებობს, იმიტომ რომ ნატოს ბლოკის ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს და ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო შეჯახება თუ დაიწყო, ძალიან მალე ყველანაირი გამოთვლით უკვე იციან. ორივე მხარეს დათვლილი აქვს თავის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაც. დაახლოებით 72 საათში გადადის ბირთვულ კონფლიქტში. 24 საათზე მეტი ამის მერე აღარ ჭირდება, რომ ყველაფერი დამთავრდეს. ეს მონაცემები არის. პირველ საათებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი იწვება და ქრება. და დაჯახების საფრთხე არ არის მოხსნილი. და ვერ იხსნება. რატო? ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები, ეს ვერ გაგვიგია, ამის რწმენის მიღება არ გვინდა. და ვიღაცას ეს მაგალითი უნდა დაედო. და ჩვენ ეს მაგალითი არ დავუდებთ სოფლიოს. აქ მოსულ განძი აი ესე გვერდზე გადავაგდეთ და ვითომ არც ყოფილა. რა შევძელით ამ განძიდან ნაწილ-ნაწილ ამოვგლიჯეთ, გამოვიტანეთ და ეხლა იმით ხო რაღაცას ვცდილობ. არ არის მოხსნილი გარედან ეს საფრთხე. და მანამ არ გადაწყდება ერთ ქვეყანაში მაინც შემოbrunების საკითხი. და ამისთვის გვამზადებდა უფალი. ეხლა არის გარკვეული შეხედულება, რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა აცნობიერებს, რომ ფორმაციის შეცვლა რა თქმა უნდა ეს კარგი მოვლენაა, მაგრამ ამას საუკუნეები ჭირდება. ეხლა ისე გამოდის, რომ ჩვენ რო დაგვავალდებულა რაღაცამ, რომ ეს გადით და თქვით, რომ ბოროტების გზამ ფორმაცია შესაძლებელი. ისე გამოდის, რომ თითქოს ეს საკითხები აი ამ წუთს იწყება. არადა სინამდვილეში ამ ფორმაციის შესაცვლელად მთელი 7000 წელი აქვს გავლილი კაცობრიობას. და უფრო მეტიც კი. რამოდენიმე საუკუნე უნდოდა, არა, 1000 წელი უნდოდა, რომ ამაზრამდე მივსულიყავით, ეს გაგვეცნობიერებინა და მომზადებულიყავით ისე, რომ მართლაც ფორმაციულ, რეალურ, ძალიან სიყრმისეულ ფორმაციულ ცვლილებაზე წავსულიყავით. ამ საქმეში ყველაზე მეტად უფალმა. მიტოვართ ღვთისმშობლის წილკვედრები. არ დავიწყებ მაგ საკითხის, ეხლა გარჩევას
ჯობია ცალკე გადაცემა დავუხდოთ მაშინ. ყველაზე მეტად ქართველიერი მოგვამზადა. მთელი ჩვენი წინარე ცხოვრება ამ გადაწყვეტილებისათვის მზადებას მოხმარდა. თუ ვირწმუნებთ. ესე იგი საუკუნეები კი არ უნდა ველოდოთ, რომ მომწიფდებაო. უნდა გავიცნობიეროთ ის, რომ სინამდვილეში ჩვენს ათასობით წელი ამისთვის გვამზადებდა და ახლა ლოდინის დრო აღარ გვაქვს. ანუ რა გამოდის კახალო ღმერთი რომელიც ინფორმაცია გვაწვდიდა და ამბობდა რომ გვეუბნებოდა უბრალოდ რომ აი ეს აქვს ქართველებს გასაკეთებელი და ეხლა ის დროა როდესაც ეს უნდა მოხდეს ღმერთმა არ იცოდა რომ საუკუნეები დაჭირდებოდა ამას და ეს იმდენად რთული თემა იყო რომ შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს ამას და კონკრეტულმა ადამიანებმა ვინც ამბობს ამას რომ საუკუნეები ჭირდება ამათ ცოდნიათ და ღმერთს არ ცოდნია ხო? ხო, პირდაპირ თუ დავაყენებთ ასია, მაგრამ მოდი ახ ცოტა მიმტევებლები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ეს რთულად ვისაღებიც არის ერთდროულად არა, იმიტომ რომ ყველაზე დიდ სასწაულთანა გაიგივებული და ამას დიდი სასწაული მართლაც ვითარება ასეთია. რომ ადამიანი მივიდეს ბოროტების გზის დაგდებამდე, ახლა ბოროტების გზის დაგდება რელიგიური თვალსაზრისით არ გამოდის, მასე ვერ რელიგიური ცნობიერებით კი არა. ხოლოდ ნუ რელიგია გაასწავლის რა არის კარგი, რა არის ცუდი, მაგრამ აქ არის ყოფა ცხოვრებაში ეს როგორ უნდა განახორციელო. 2000 წელია ქრისტიანები. ცხოვრების წესი უნდა იყოს ეს არის, მაგრამ ამ ცხოვრების წესით რომ იცხოვროს ადამიანმა, შესაბამისი გარემოც ჭირდება. რა თქმა უნდა, კი. თუ არა, მაშინ დაიღუპები. ან არა და უნდა წახვიდეს საერთოდ აქტიური ცხოვრები და სადღაც გამარტოვდე და იქ როგორც განდეგილი და იმ ცხოვრებით იცხოვრო იქ ისე რომ დანარჩენი საზოგადოებისგან მოწყდე, იმიტომ რომ თუ აქ სხვა ცხოვრების წესია, შენ აქ ვერ გასტანდით ხარ, თავს ვერ გადაირჩენ, ხო? დიახ. კიდევ რა გამოიკვეთა ქართულ საზოგადოებრიობაში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წამოწიეს საკითხი, რომ ეს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ამის გასხვისებას ღმერთი არ გვაპატიებსო. ეხლა აღარ მოყვები იმ თემას, რომ ეს წელი ქართული ამბანის მიხედვით რა იყო, იქ წილიც ჩანდა იყო და ასე შემდეგ და რაღაც წილი უნდა გამოკვეთილიყო სულიერად, აი რომ რას ვირჩევთ, აი წილი რა არის, ესე იგი რა ფუნქცია, რომელი ფუნქციაში ჩნდება, არსებობს ორი ფუნქცია, არის ერთი ფუნქცია, რაც ყველაზე მიუღებელი და ცუდია და არის ბოროტი მევენახის წილი, ნუ იგავია იქ ვიცით ახლა ამ იგავს იგავის განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ბოროტი მევენახის წილი არსებობს, აი ძალიან ახლო ვართ ამ ბოროტ მევენახის წილთან, მაგრამ არის მეორე ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ, კაცო. ეგ ხომ იცი რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ, თუმცა ამათ დრო მოვიდა და უფრო თავისი სიღრმისეული განმარტება მიეცა. ესე იგი მარიამა ღმერთიშვა, ღვთისძე იესო ქრისტე, იგივე ღმერთი, განკაცებული ღმერთი შვა ფიზიკურად, როცა მოსვლა ხდებოდა ფიზიკურმა დედა მშობელმა, ღვთისმშობელმა შვა. და ღვთისმშობელი მარიამის წილხვდომილია საქართველო, ქართველი ერი. ესე იგი რაღაც გვეკისრება, გვავალია კაცობრიობის წინაშე ისეთი, რომ ერის წიაღში რაღაცა უნდა იშვას ღვთაებრივი. და კაცობრიობის წინაშე ეს ფუნქცია და ეს ვალიგა მოსახდელი. და რა უნდა შვა? ახალი ფორმაცია, ბოროტების გზის დაგდების სისტემა უნდა შვა. და მოცემულია ძალიან მარტივად და საკმაოდ იოლად გასაგებად პროგრამული მოცემულობა. ეს უნდა შვა და მისცე კაცობრიობას. რას ნიშნავს? იმ ტიპის ცვლილებას, რაზეც ვლაპარაკი გვაქვს, ანალიზით მოცემულია, რომ ყველა ფორმაცია, რაც გავიარეთ, თავის თავში შეიცავს უარყოფით, უფრო დიდწილად. დავიწყოთ მონათმფლობელობით, ხო? გადმოვიდეთ ფეოდალიზმში, გადმოვიდეთ ბურჟუაზია, კაპიტალიზმში და აგერ კაპიტალიზმის უმაღლეს სტადიაში ვართ, უყურებთ, როგორ დაკარგა ადამიანმა თავისი ბუნება, სახე და ასე შემდეგ, რა. ხო. ახლა მოვიდა დრო, როცა ისეთი ტიპის ფორმაცია, ისეთი ტიპის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ადამიანში რაც უარყოფით იცვლება, დადებით იცვლება, როგორც თითოეულ ადამიანს, ასევე თითოეულ ერს, კაცობრიობას.
ეს სისტემები მუშაობდნენ ადამიანში არსებული უარყოფითის გაძლიერებაზე. ამის აპირწონედ ჩვენ ქრისტიანებს ჰქონდა ქრისტეს სიტყვა, მოცემულობა. რაც გვიცავდა, გვაკავებდა, გვაჩერებდა და ჩვენში ადამიანი რო არ მომკვდარიყო და თვის ხატება არ განადგურებულიყო, ეს გვიცავდა. ახლა მოვიდა ისეთი ფორმაციის დამკვიდრების დრო, რომელიც დათესილ დადებიც, რაც ჩადებულია ოდითგანვე, ახლა ამ დადებიც მისცემს გასაქანს. ეს სისტემა იმ უარყოფითს აძლევს გასაქანს. რატო გვიკვირს დღევანდელი მდგომარეობა? იმიტომ რომ ამ სისტემამ, ამ ფორმაციამ წარმოქმნეს აზროვნება, რომ ეროვნული ცნობიერება ეს მიუღებელი საშინელებაა. რომ ზნეობრივი კატეგორიები, რაც არის, ეგეც მიუღებელი და ეს არის ბორკილები. ამ ბორკილებისგან უნდა გათავისუფლდეს, ეს არის იგივე თანამედროვე ნეოტროცკიზმი. კიდევ რა არის? უნდა ბატონობდეთ თქვენზე. ქრისტეში პირველი და წარმართველი ქრისტეს ცნობიერებით, ეს არის სხვების მსახური, ვინც პირველი, მაშინ ის მსახური სხვების. თავჯდომ თავზე რვაზის ის კი არა. მაგრამ ერთი ნაწილი როგორ იცნობიერებს. ეს უნდა იყოს ბატონ პატრონი და მოშიახი უნდა დაასვას მსოფლიოს მესამე ტაძარში უნდა აკურთხოს. არ და მსოფლიო არ დაისვავს თავზე. მსოფლიო მრავალპოლუსიანია გამხდარი. და რაც მეც ეცდები, მეტად დიდი კრახის წინაშე დადგება. მე იქნება უკურიეთ. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში აღარ შევეხეთ მაგ საკითხებს, ახლა მოკლედ გავდივართ ამას. მოკლედ ის იყო, რომ ფაქტიურად მარცხი განიცადა მათმა დიდმა მცდელობამ. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ბაბავს, მაგრამ საკითხი ვერ გადაწყვეტეს. ინფორმაციული ომი წააგეს. და ის ომი პალესტინაში მოგებულად ვერ ეთვლებათ. იმიტომ რომ ეგზა დაღუპისა, რაც მეტად ეცდებიან, მით მეტად დაიყენებენ დაღუპის საფრთხის წინაშე თავს და დედამიწასაც. ხსნა და გადარჩენა იმ ახალშია, რაზეც ლაპარაკი მაქვს. იმიტომ რომ ეს სიტყვა მოვიდა ხსნისთვის და არა დაღუპისთვის. ეს ისე, რომ არ დავივიწყოთ კიდე და ერთმანეთს შევახსენოთ. და რაც შეეხება საქართველოში სიონისტური პროექტის გამარჯვებას, განქართველებას და ასე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ. არაბული ინვესტიციის ქვეშ და ზემდიდრებისთვის რომ აშენდება, აქაც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოსპობა და ქართველის განადგურება იქნება დედამიწაზე ცოცხლის დაღუპის უპირველესი ნიშანი. ვინც ამ გეგმებით დღეს მოქმედებს საქართველოში და როგორც ჩანს სრული სვლითაა დამუშავებული, კვლავ ვაფრთხილებთ. ძალიან ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი. ხო, ეგ ამბავით, ძველი წარმოდგენებით, რომ აი უნდა ესეთი მეფე დააჯდეს და ასე შემდეგ, რა ახალი სიტყვა რას გვეუბნება. ესე იგი არსებული ცნობიერებაში გარკვეული შესწორებები გვაქვს შესატანი. ყველას, ანუ ყველა ვწდებოდით მეტნაკლები დოზით და შესწორება გვაქვს შესატანი. თუ არ ვაპირებთ ამ შესწორების შეტანას, მაშინ რელიგიურ ომში გადაყვას მსოფლიო და სრული დაღუპვაა. რელიგიური კატეგორიებით მსჯელობა მიგვიყვას ბირთვულ ომთან. თუ შესწორებებს არ შევიდათ. უნდა გქონოდა ეგ შეხედულებები, რომელიც აქამდე მოგვიყვანდა, მაგრამ დღეს სადავარ, დღეს ახალი პროგრამაა მოსული. ახლა ამ სიტყვებით თუ უფრო გაგვიოლდება პროგრამირების დრო მოვიდა და რაღაც, ხო, ეს რა არის გზაჯვარედინი, საკაცობრიო გზაჯვარედინზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება და ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე, ვიყოთ თუ არ ვიყოთ. აი ამ დროს საჭიროა გარკვეული გადაპროგრამება, გარკვეული შესწორებების შეტანა. ახალი პროგრამა მოდის. ძველში შესწორებაა შესატანი. რელიგიური ომით დაღუპა. ეს რაც ხდება რელიგიური ომია. თავში რელიგიური ომია. რელიგიური ომის დაბლა ცოტა დაბალ საფეხურზე თუ ჩამოვარდა, ეს არის ბრძოლა რესურსებისათვის. მდიდარი ვარ გავძეხი და კარგად ვერა ვარ, იმიტომ რომ შეიძლება ვეღარ ბოდიშ და ვერ დავნაყრდე. მე უნდა მივთვისო ყველაფერი. აბა როგორ გინდა. ხო, მაგრამ აი უკან დახევა ხდება, ისიც კი ვინც ამას ატარებდა, იძულებული გახდა რომ ტრამპის პოლიტიკა ეგ არის, რომ დაარჩით სახელმწიფოები, არა უჭირს. ოღონდ მე მიხადეთ ბოდიშ და რიგში ჩადეგით რომ მიამბოროთ. ხო, ხმამაღლა კი პირის, მაგრამ მაინდა-მაინც ამბორისთვის ყველა არ გარებს ეგერთი. ხო, უკანაც იხევეთ ნაწილობრივ. კი არა და მოუწევთ უკან დახევა. რა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რა დოქტრინა ამოწიეს, მონროს დოქტრინა გაგვაცნეს. ეგ 19 საუკუნის დოქტრინა, რომ ამერიკის ინტერესი არის დასავლეთის
ამ ამერიკის კონტინენტები. რიგ ევროპის და სხვა მათი ინტერესები არ შევიდეს. ეგ ჩვენ ხელს ვიღებთ სოფლიო პრობლემაზე. მაგრამ საჭმელად ეს გვინდა. თქვენ აღარ მოგსპობთ, ანუ ვეღარ უხერხდება, იმიტომ აქ ჩინეთი, აქ რუსეთი, აქ ინდოეთია, გლობალური სამხრეთია, ვეღარ ხერხდება. ეს არის გარკვეული ტიპის უკან დახევა. ეგეც ხდება. ესეც უმნიშვნელოვანესი ამბავია. და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ნათდება სხვებისთვის ჩვენთვის ჩაღნილდა. არადა, თუ ამ სიგნალებს დავძლებთ, კიდევ უფრო სწრაფად შეიძლება გადაიდგას დადებითი მიმართულებით დაბიჯები საქართველოში. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ეგ რესურსი არსებობს. იმედს გვაძლევს ზოგად გამოფხიზლების სიო. მართლა ვხედავთ, რომ ყველაფერი იკარგება ესე თუ გავაგრძელებთ. მაშინ კიდევ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, რომ არსებობს ის ცოდნა, იმდენი მაინც დაგვრჩა, მართალია სრულად არ მივიღეთ, მართალია ძალიან მძიმე გზაზე დავაყენეთ ერთმანეთი. დანაკარგი ძალიან ბევრია, მაგრამ ცოდნის ის რაოდენობა და მაინც დარჩენილია, რომელიც ვფიქრობ, რომ სამშვიდობოს უეჭვლად გაგვიყვანს. სასიცოცხლო საკითხის გადაწყვეტა შეიძლება. შესაძლებელია ეს მოკლედ შეიძლებოდა მე თქვა იმ პლუსებზე და იმ მინუსებზე, რაც ჩვენს ჩამოყალიბდა, ჩვენი ჩამოყალიბდა. ესე იგი მომავალი წელი ქართული ასომთავრულის მიხედვით ასო ნიშან ყს უკავშირდება. თუ არ ვცდები, ეს არის ყარიც, ყარს, ან სიმყარესთან იქნება და ან ჩვენი ერთობით გარკვეული სიმყარეს შევქმნით, ან ლაზარე უკვე ყარს, როგორ? იქ 26 რიცხვიც იკვეთება კიდევ. ხო, იქ ხ-ც იკვეთება, თუ არ ვცდები, ხანი, რისი დრო დგება. აი 26 რიცხვი ვიცით, რომ სიტყვის მოსვლის რიცხვიც არის 26 მარტი. ხო, მარტი და ბევრი კოდები იდება, ამის წაკითხვა შეიძლება ჩვენი ამბანის თავანკარა ამბანური ჭეშმარიტებიდან, რაც გაცხადებულია. და ვნახოთ გარკვეული საიმედოც შეიძლება გამოჩნდეს ჩვენი გამოღვიძებით, ქართველობის გამოღვიძებით და უფლის სიტყვის მოთხოვნების გათვალისწინებით პირველ რიგში. აღნიშნეთ, რომ ჩვენ ეს არ უნდა დავიყვანოთ რელიგიურ ომამდე, არ გამოვა ეს. ყველა ცდებოდა და ის ფორმაცია, რაზეც ლაპარაკი გვაქვს, ეს ყველა რელიგიის წარმომადგენლებსაც იქნება მისაღები. იმიტომ რომ ამ კაპიტალიზმით, ამ მევახშურის სისტემით, ამ უსულგულობით ნებისმიერი ერი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ყველგან ადამიანი გაჭირვებულია. მას პირდაპირ გავიგებ თუ არაპირდაპირ თვალსაზრისით. ადამიანი ყველგან გაჭირვებულია. ყველაზე გაჭირვებული თუ გითხავთ ის სოფლიო მართველი. მისიერის წარმომადგენლები აზრობრივად გაჭირვებულები აგერ ცოტა ხნის წინ 12 დღიანი ომი იყო და გასაშინელებები ხდებოდა, იქ რა კადრები მოდიოდა ისრაელი, როცა იბომბებოდა. ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები იღუპებოდნენ, ხო? და მათი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართები მატყურდებოდა და მადლობა უფარსურეს არ წავიდა ისეთი კუთხით, რომ ამან საბოლოო დამანგრეველი ხასიათი არ შეიძინა და 12 დღეში მოხერხდა ხო ამ ომის დასრულება. დავით, შენი აზრით კიდე რა შეიძლება ველოდეთ მომავალი წლიდან და აი შემდგომი წლების რა პერიპეტიები შეიძლება გვიჩვენოს 26 წელმა რა? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ჩვენზე არის დამოკიდებული ქართველ ერზე იმ მოსული სიტყვის თანახმად, რაც არის მოსული ამ ხელა უზარმაზარი ცოდნა, როგორ გამოვიყენებთ
პირველ რიგში ის რომ ეს ტაბუ უნდა მოეხსნას აუცილებლად. რა შეიძლება ითქვას ახლა მე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი. კარს მოგვადგა ეს 2026 წელი და პატივცემულ მსმენელებო. პირველ რიგში ვისურვებდი იმას, რომ მართლაც წინსვლის ბედნიერების დიდი გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს. ჩვენი ოჯახებისათვის, ჩვენი ერისთვის, ქვეყნისთვის, სრულიად კაცობრიობისთვის, მაგრამ საამისოდ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად დაუყოვნებლივ რაც შეიძლება მალე უნდა გაჩერდეს ეს, რაზეც ჩვენ ბოლო გადაცემებში გვაქვს საუბარი დღესაც ითქვა ეს 6 მილიარდიან, 600 მილიონიანი ეს არაბული ინვესტიცია. მნიშვნელობა არ აქვს ეს უცხოური ინვესტიციები, უცხოელი ინვესტორები, არაბი იქნება, ებრაელი იქნება, ჩინელი, რუსი, ამერიკელი, თურქი და ასე შემდეგ. აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად არავინ არ მოვა. არც არავინ არ მოიკიდებს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მიწა-წყალს ზურგზე და ეს არის აბსურდი. ელემენტარულად ამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ამ კაპიტალისტური სისტემის პირობებში რო ავიღოთ, აი ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ახლა მათ ადგილზე, არც მინდა რანაირი სუხვილი არ გვაქვს მით უმეტეს, მაგრამ აი ჩვენ ავართ ახლა დიდი ოლიგარქები, მილიარდელები, მულტიმილიარდელები და რომელიმე ქვეყანაში, თქვათ ირანში, მინდა ახლა 1000-2000 ჰექტარი მიწის შესყიდვა და იქ რაღაც ქართული ქალაქების მშენებლობა წამოვიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დასაცავად შევალთ იქ და არა იმ ირანელი ერის ინტერესების დასაცავად. და რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს ჩავიყვანთ, ჩვენ ქართველ ერს, ჩვენ სისხლს და ხორცს და ჯიშს და ჯილაკს, რომელიც უფრო დაბიდგება გვერდში, რომ ეს ბიზნესი განვახორციელოთ, ხო? ეს ასე. და საერთოდ იმ ტერმა ძალიან კარგად იცის, რომ აქ რისთვის მოდის. რომ რამდენად მდიდარია ჩვენი მიწა-წყალი, რომ ეს არის ოაზისი მართლაც მთელი მსოფლიოსი წყალგოდი და არის ასეთი ცნობა, რომ მარტო აი მთელი მსოფლიო მასშტაბით არის 65 სხვადასხვა სახის ნიადაგი და აქედან 58 არის დედამიწის ამ პატარა წერტილში, საქართველოში. ანუ 90% დაახლოებით, მეგობრებო. და ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდე ჩვენი სასარგებლო წიაღისეული ამაზე მინდა გავაჩერო ჩემი და ეს კითხვისადმი ყურადღება. მარგანეცი ავიღოთ, მინერალური წყლები 1000-ზე მეტი მინერალური წყარო საქართველოში. და აი რაღა გინდა ამაზე მეტი შედალოცვილო ქართველო, ჩემი თამადობით ვიტყვი ამას და ჩვენი თამადობით რა. მოუვარე და უპატრონე. ერთი მეორეზე რო შევკრიბოთ. ეხლა ის ამას ვიზახი მე ზედაპირულად რა მეგობრებო. და რო შევკრიბოთ ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტში, აი მარტო რა ჩამოვთვალე აქედან 35-40 მილიარდი მაინც უნდა დაიდოს და თუ სიღრმეებში შევალთ კიდე, გაცილებით უფრო მეტ ციფრებზე გავალთ. და აი ამას უნდა მივხედოთ, მაგრამ ამის მიღწევა ჯერ არის ზღაპარი. თუ არ ვიმოქმედებთ ჩვენ უფლის სიტყვის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სწორედაც ქვეყნის ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტატუსით კაპიტალისტური მევახშური სისტემის შეცვლას და ეროვნული საკუთრების შემოღებას. და ტყუილად არ გვეუბნება ბატონი აკაკი, რომ რასაც საქართველო ჰქვიაო, აი ამ მიწასაც თუ უპატრონებთ, მტერს არ დაუთმობთ და გულში ჩავიკრავთ, ნეტარებას ვეწევითო. და იქვე სვავს კითხვას, განა ამაზე მეტი რა უნდა მოითხოვოს ადამიანმა უფლისგან და განა მეტი რა უნდა სჭირდებოდეს მას ამ ქვეყნიური არსებობისათვის. აღარ გავაგრძელებ ახლა ამას და იქ ლაპარაკია საუბარია კიდე ჩვენს
სულიერ ფასეულობებზე, სულიერ საგანძურზე, რასაც ქვია ჩვენი რწმენა, ჩვენი ქართული ენა, ამბანი, რომელიც არის დასაბამისეული ქრისტეს ცნობიერების შემცველ მატარებელი და თითოეული ასო-ნიშანი ქართული ამბანის ხსნის ყველაფერს, რაც დამალულ დაფრული არის. და მოდი აი ამაზე გვეფიქროს, აი ამას ამ ჩვენ სულიერი მატერიალური ფასეულობების პატრონი ქართველი ერი უნდა ყოფილიყოს და არა ვიღაც უცხოელი ინვესტორი, უпросторად უცხოტომელი ქორვაჭარი. და არის ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩვენ მოქმედებაზე იქნება. მე ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ მომავალ წლამდე 2026 წლამდე და ვნახოთ რა იქნება. თლიანობაში ქართველობამ უნდა დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა. შემხედრია ჩემო გახა ყოფილა შემთხვევა ჩვენ. აი ახლა ტურისტები ხომ მოდიან ხოლმე აქ, უცხოელი ტურისტები. თათუშეთში ვიყავით ერთხელ ასულები თათუშეთში. ეგ იყვნენ პოლონელები იყვნენ. და იმათმა თქვეს კაცო, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომ კარგი, აი ჩვენ თავი დავანებოთ, რომ ვითომ ერთმანეთს გულს უკეთებთ და ძალიან აი ლამაზი ქვეყანა გააქვთ თქვენ. და ახლა მე ვთხარი, რომ რატო თქვენზე არ რუსულად ლაპარაკობდნენ, საუბრობდნენ, მე ინგლისური არ ვიცი და ეს. ხო და რატო პოლონეთიც ძალიან კარგი ქვეყანაა, მე თქვი. მარტო ჩვენი ქვეყანა არ არის ლამაზი. არა. კი, ძალიან ლამაზია ეს ახლა, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს პოლონელები ვართ, მაგრამ უცხო თვალით აი შედარებაც არ შეიძლება რა, პატარა ქვეყანაში ამხელა კლიმატური, აი ყველანაირი კლიმატური ის არის რა. მთა, ბარი და რა ვიცი, ყველაფერი რო ერთად არის მოთავსებული, არ ვიცი რა. ჩვენ უნდა უბრალოდ აი თქვენ არ აფასებთ. და აი დავეფასებინოს რა. ხო, ნუ ერთმა ეს მადლიანი მიწა-წყალი მოგცვა ჩვენ ქართველებს საცხოვრებლად, მოგცვა საპატრონოდ, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად შეასრულეს ის თავისი მისია, რომ დღემდე მოედანათ ეს მიწა-წყალი, რომ არ გამხდარიყო ეს მიწა-წყალი უცხოტომელების, რომ აქ ისევ ქართველებს გვეცხოვრა, არ დაგვეკარგა ჩვენი ენა, არ დაგვეკარგა ჩვენი რწმენა, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაუჯდათ, მაგრამ მაინც ღირსეულად ატარეს და დღემდე მოიტანეს და დღეს დგავართ იმ განსაცდელის წინაშე, როდესაც ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. და აღარ მინდა ეს ისევ რაღაც მithumetes წინა სახალხო გადაცემა და საყოველთაოდ გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ეს პრობლემა გაცილებით ადრე, თუნდაც 20 წლის წინ, 25 წლის წინ, 15 წლის წინ ბოლო მცდელობა იყო 2015 წლის 15 მაისს, როდესაც ჩვენ დაუძახეთ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხის გადასაწყვეტად. თუ კი საქართველოში მოხდებოდა არსებული ფორმაციის შეცვლა და ახალი ფორმაციას დაედებოდა საფუძველი, ახალი კანონმდებლობა, ახალი ხელისუფლება იქნებოდა გარანტი იმისა, რომ ქართული მიწა-წყალი, სულიერ მატერიალური ფასეულობები იქნებოდა ხელშეუხებელი და ამ საკითხის დაყენებაც კი უკვე დანაშაულად ჩაითვლებოდა. სამაგიეროდ დღეს რა მივიღეთ, რომ თურმე დანაშაული ყოფილა ის, რომ მეწინააღმდეგები ქართული მიწა-წყლის უცხოელებზე გადაცემას და არის მცდელობა იმის, რომ აი ეს პატრიოტი ქართველები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, შერაცხონ დამნაშავებად და ციხეებშიც კი გამოკეტონ, არის ამის მოწოდებები. და თუ ახლა ამასთან შევაჯამებთ იმ იდეოლოგიას, რომელიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ თურმე ქვეყნის ხალატის მუხლით უნდა აღდგეს სიკვდილით დასჯა. ანუ საერთოდ ამ ქვეყნიდან საიქიოში გასტუმრებაზეა ლაპარაკი ადამიანების, ვინც შეიძლება რომ წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის გატარებას, განქართველებას
აგერ გამოჩეკეს ახალი წინასწარმეტყველები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თურმე ვინმე ცოტნე დაждდება მეფეთ და გააბწყინებს საქართველოს. და თუ კი შენ საქართველოს გაბწყინების წინააღმდეგი ხარ, ესე იგი საქართველოს მტერი ხარ. ხმას ამოიღებ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ესე იგი მოღალატე ხარ და ქვეყნისთვის კარგი არ გინდა და არ გინდა რომ ცოტნე მეფემ საქართველოს გააბწყინოს. ანუ დასაფრეთი ხარ, ჩამოსახჩობი ხარ. აი ეს რეალობა, აი თითქოს ეს ყველაფერი ერთი შეხედვით არასერიოზულად ჩანს, მაგრამ თუ დაუფიქრდებით, ამათ შორის რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენ რომ სიმძიმე არ შემოგვეტანა წინა საახალწლო განწყობა არ გაგვეფუჭებინა ჩვენი მსმენელისთვის, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო, კაცმა მალამალა ჭირმა თავი არ დამალაო. არის ეს განსაცდელი, არის ეს ტკივილი და ჩვენ არ შეგვეძლო რომ კიდევ ერთხელ აი ეს სინამდვილე არ წარმოგვიდგინა თქვენთვის არ გადმოგვეცა რაც საფრთხეებიც არსებობს. თუმცა მაინც მაქსიმალურად შევეცადეთ რომ შერბილებული ფორმით გავკეთებინა ეს. დასასრულს მინდა თელი გული, თელი გრძნობით მოგილოცოთ აგერ დამდეგი მოახლოებული შობა ახალი წელი. გისურვოთ სრული ბედნიერება თქვენს ოჯახებთან, თქვენს ახლობლებთან, ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად და ვისურვოთ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლოს გადარჩენა და უფლის სიტყვით გაბწყინება. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ გადაცემამდე, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.